მნიშვნელოვანი არის რა კუთხით ჩვენ ვიცით რომ ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი კომპონენტები არის სხვადასხვა მინერალები და ვიტამინები იმისათვის რომ ნორმალური ნივთიერებათა ცვლა წარიმართოს ჩვენს ორგანიზმში გარდა ამისა არსებობენ ისეთი ვიტამინებიც რომლებიც ჰორმონების წარმოქმნაშიც არიან პასუხისმგებელი და ზოგადად ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის თუმცა ალბათ ძალიან კარგად გვახსოვს ის პერიოდიც როდესაც მეზობლის, მეგობრის ან ნათესავის რჩევით არა მხოლოდ ვიტამინებს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად ვიტამინებს აძლევდნენ ოჯახის სხვადასხვა წევრებს ვიტამინია მერე რა უჭირს, ხო? ესე ვთქვათ, ცნებით. და დღეს შეიცვალა ეს მოსაზრება მკაფიოდ, იქედან გამომდინარე, რომ არსებობს გარკვეული მინერალები და ვიტამინები, რომელთა დიდი ოდენობით გამოყენებამ შესაძლებელია პირიქით უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს ორგანიზმზე. ამიტომ დღეს ვისაუბრებთ სწორედ ამ თემაზე, ვფიქრობ თქვენთვისაც და მაყურებლებისთვისაც საინტერესო იქნება და წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ექიმს, ენდოკრინოლოგს თამარ ნემსაძეს. მოგესალმებით და მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოგესალმებით თამარ. თითქოს და ყველასთვის ისეთი ცნობილი, ნაცნობი თემა არის ვიტამინები და მინერალები და როგორც აღნიშნე, ძალიან ხშირად ადამიანები იყენებენ მათ არამიზნობრივად და შესაძლებელია ამან დადებითთან ერთად რიგ შემთხვევებში უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს. ზოგადად რას წარმოადგენს ვიტამინების და მინერალების არსებობა, რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის? დიახ, ვიტამინები და მინერალები ნამდვილად არსებითია ჩვენი ორგანიზმისთვის, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ აქტიურ ნივთიერებებს, ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი ნივთიერებათა ცვლის წარმართვისათვის. შესაბამისად, დაწყებული უჯრედის გაყოფა, ზრდა, განვითარება აუცილებელია მათი დღიურ რაციონში. ოპტიმალური არსებობა, თუმცა რა თქმა უნდა, სწორედ აღნიშნეთ, რომ არ შეიძლება ეს თქვათ მოხდეს ისე, რომ არარაციონალურად მივიღოთ, ვინაიდან როგორც ვახსენეთ, ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება და ნებისმიერმა მინერალმა და ვიტამინმა შეიძლება დააპროდუციროს ისეთი პროცესები, როგორც არის მაგალითად უჯრედების არასწორი დაყოფა, პრეკანცეროგენული უჯრედების აქტივაცია, მუტაცია და ასე შემდეგ. და სამწუხაროდ ნამდვილად საქართველოში გვაქვს ალბათ დღეისობითაც ის ტენდენცია, რომ ზოგადი ნიშნებით, როგორც არის საერთო სისუსტე, ძილიანობა, დაღლილობა, უენერგიობა, მივაწეროთ რომელიმე კონკრეტული ვიტამინის დეფიციტს და ამის გამო თვითნებურად მივიღოთ დანამატი. რომელიც შესაძლებელია აბსოლუტურად სხვა დაავადების გამოწვევი, ესე ვთქვათ, ჩივილები იყოს. თამარ, თითქოს და ძალიან ბევრი ვიცით დ-ვიტამინის შესახებ, საზოგადოებამაც, იმიტომ რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტუალური გახდა. თუმცა მედიცინაში, ენდოკრინოლოგიაში მას მოიხსენიებენ როგორც ჰორმონ დ-ვიტამინს თავისი თვისებებიდან გამომდინარე. და დ-ვიტამინი არის პრინციპში ის ერთ-ერთი ვიტამინი, შეიძლება ითქვას, რომლის ზედმეტ რაოდენობამ შესაძლებელია გარკვეული უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ორგანიზმმა. რა დროს უნდა მივიღოთ, უნდა იყოს თუ არა ეს პროფილაქტიკური მიღება თვითნებურად? დიახ, დ-ვიტამინზე მოდი ისევ შესავალს გავაკეთებ იმ მხრივ, რომ კი ცნობილია უკვე ალბათ მოსახლეობის უმეტესობისთვის თუ რას წარმოადგენს. მაგრამ კარგი იქნება ფორცლად ჩავშალოთ. დ-ვიტამინი წარმოადგენს ცხიმში ხსნად ვიტამინს, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ორი გზით ხდება. ეს არის საკვებისმიერი და კანის მხრივ, როდესაც ულტრაისფერი სხივების დახმარებით ხორციელდება სინთეზი. და შემდგომ უკვე ორგანიზმში მოხვედრისას განიცდის მთელ რიგ გარდაქმნებს ღვიძლსა და თირკმელში, რომ ჩამოყალიბდეს მისი აქტიური ფორმა, რაც უკვე ახორციელებს ზუსტად იმ მთელ ფუნქციებს, რითიც ჩვენ ვუწოდებთ მას როგორც ვიტამინს და ასევე როგორც ჰორმონს. და მისი დეფიციტის შემთხვევაში გარდა იმისა, რომ მაგალითად კვების მხრივ შეიძლება განიხილებოდეს როგორც მისი არასაკმარისი მიღება, ან მალაბსორბციული სინდრომები, კრონის დაავადება, მოკლენაწლავის სინდრომი და ასე შემდეგ, რითიც დარღვეულია მისი შეწოვა. მეორე მხრივ მნიშვნელოვანია სწორედ ეს ვთქვათ სეზონურობა, საცხოვრებელი ადგილი, ასაკი და ასე შემდეგ, ვინაიდან სწორედ ეს ფაქტორები
განაპირობებს უმეტესად ამ D ვიტამინის შემცველობას ჩვენ სისხლში, ვინაიდან სწორედ 80% მოდის კანის სინთეზის თვალსაზრისით და შესაბამისად მაგალითად შემოდგომის ზამთრის პერიოდში, რა თქმა უნდა, როდესაც დღის ხანგრძლივობა მცირდება და მზის სხივების რაოდენობითაც ჩვენ არ ვართ ასე რომ ვთქვათ გათამამებული და განებივრებული, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა აუცილებელია მისი საპროფილაქტიკო დოზის დაწყება, ასევე მნიშვნელოვანია ვთქვათ ასაკი ვინაიდან ბავშვთა ასაკში, მოხუცებში, მეძუძურებში განსაკუთრებული ყურადღებით ხდება დოზირების შერჩევა და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ალბათ თქვათ, როდის მივიღებთ, ხომ? დღის განმავლობაში აუცილებელია, რომ დღის პირველ ნახევარში მოხდეს მისი მიღება, ასევე საკვებთან ერთად, ვინაიდან ეს არის ცხიმში ხსნა D ვიტამინი და დღის პირველ ნახევარში რატოა რეკომენდირებული, ესეთი საინტერესო კორელაცია არსებობს ძილის ჰორმონ მელატონინსა და D ვიტამინის შორის, ურთიერთსაპირისპიროდ მოქმედებენ, ამიტომ თუ თქვათ ღამის საათებში მოხდება D ვიტამინის მიღება, ეს ძილღვიძილის ფაზების დარღვევას იწვევს სამწუხაროდ. თამარ, ძალიან საინტერესო არის კიდე ის ფაქტიც, რომ D ვიტამინის ისევე როგორც დეფიციტს ორგანიზმში, ასევე დიდ რაოდენობასაც ფაქტიურად ჩივილებით ვერ განასხვავებ ერთმანეთისგან. ანუ შესაძლებელია როგორც დეფიციტმა, ასევე ჭარბმა რაოდენობამ ზუსტად ერთი და იგივე ჩივილები მოგვცეს. რა არის ეს ჩივილები ჩვენ მაყურებელს რომ ნამდვილად მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ როგორც D ვიტამინის დეფიციტის, ასევე მისი სიჭარბის შემთხვევაში გამოვლენილი სიმპტომები. D ვიტამინის მთავარი ფუნქცია რა არის? D ვიტამინის მთავარი ფუნქცია რომ ნაწლავებიდან მოხდეს კალციუმის შეწოვა და შესაბამისად ძვლის სიმტკიცის სიძლიერე და განმტკიცება, ხომ? ეს იქნება ბავშვთა ასაკი და ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვანია სრულფასოვანი მიწოდება, იმიტომ რომ შეიძლება ჩამოყალიბდეს D ვიტამინის დეფიციტით ისეთი სისტემური დაავადება, როგორც არის მაგალითად რახიტი. ეს არის ძვლოვანი სისტემის დეფორმაცია, განსაკუთრებით ხერხემლის წვივის და ბარძაყის წვივის. ხოლო ზრდასრულებში თუ ვისაუბროთ, მის დეფიციტზე შეიძლება გამოვიდეს ესეთი დარღვევა, როგორც არის ოსტეოპენია, ოსტეოპოროზი, ანუ ძვლის სიმტკიცის დარღვევა და გარდა ამისა, ის ვინაიდან მრავალფუნქციური ვიტამინია ჩვენს ორგანიზმში, დაკავშირებულია ნერვული იმპულსის გადაცემასთან, კუნთის შეკუმშვასთან, ჩვენი ბუნება განწყობასთან და ასე შემდეგ. შესაბამისად სიმპტომებიც მრავალფეროვანია, ეს შეიძლება იყოს ძვლის ტკივილი, კუნთის ტკივილი, ხასიათის ცვლილება, განსაკუთრებით მიდრეკილება დეპრესიულობისკენ, უენერგიობა და ასე შემდეგ. თუმცა თუ ჩვენ ვისაუბრებთ D ვიტამინის სიჭარბეზე, ანუ ეგრეთ წოდებულ ტოქსიურ დოზაზე, ამ შემთხვევაში ვინაიდან ისევ მთავარი ფუნქცია მისი კალციუმის გაძლიერებული შეწოვა ჩვენს ორგანიზმში, ეს ხელს უწყობს უკვე შინაგან ორგანოებში კალცინატების ჩამოყალიბებას და მაგალითად თირკმელებში შესაძლოა სრულად D ვიტამინმა განაპირობოს კენჭების ჩამოყალიბება და სწორედ ჰიპერკალციემიასთან, ანუ კალციუმის დაგროვებასთან დაკავშირებული ნიშნები, როგორც არის გულისრევა, ღებინება, ძვლების ტკივილი, კუნთების ტკივილი, ისევ შეიძლება გამითარდეს ამ ტოქსიური დოზის არსებობის შემთხვევაში. და ძალიან საინტერესო არის, ასევე ძალიან აქტიურად გამოიყენებენ ადამიანები B ჯგუფის ვიტამინებს. B ჯგუფის ვიტამინები სხვადასხვა სახეობის არის, ხო? ჩვენს სამყაროში და ხშირად თუნდაც ხერხემლის ტკივილის ან კუნთების სპაზმის დროს თვითნებურად ხდება აღნიშნული მედიკამენტების გამოყენება. არა მხოლოდ აბების სახით, ხშირ შემთხვევაში საინექციო საშუალებებით. თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ზოგიერთი მათგანი ასევე არის პრეკანცეროგენული, ანუ ონკოლოგიური დაავადებების გაღვივებას უწყობს ხელს. რა შეიძლება ვთქვათ ამასთან დაკავშირებით? ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. დღესდღეობით არსებობს ესეთი ჩამონათვალი იმ მიკროელემენტების და ვიტამინებისა, რომლებსაც მოსახლეობა თვითნებურად იღებს და ესე გამოიყურება. პირველ ეტაპზე არის D ვიტამინი, მეორე ეტაპზეა მაგნიუმის დანამატი და შემდგომ უკვე მოდის მულტივიტამინის დანამატი, C ვიტამინი და შემდგომ მოდის B კომპლექსი, რომელსაც ნამდვილად არარაციონალურად გამოიყენებს ჩვენი საზოგადოება და სამწუხაროდ არ ფიქრობენ ზუსტად იმაზე, რომ B ჯგუფი ეს არის ვიტამინების ჯგუფი, რომელიც ფაქტიურად ყველაზე მეტად მოქმედებს უჯრედების დაყოფაზე და ამით ნამდვილად ხელშეწყობას უკეთებ, თუ არსებობს მაგალითად გენეტიკური წინასწარ-განწყობა, ან თქვათ უკვე წარმონახნე, უკვე არის რაიმე, ამით ნამდვილად უკეთებენ პროვოცირებას. აი მაგალითად ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ვიტამინი B9, ფოლიუმის მჟავა, რომელიც პირდაპირ კავშირშია მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებასთან. მაგალითად C ვიტამინი, რომელიც დადგენილია, რომ ხელს უწყობს პროსტატის კიბოს განვითარებას მამაკაცებში. თითქოს დაუსაფრთხო, მაშინ როდესაც მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში და დღესაც პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ
ბავშვებს ძალიან დიდი ოდენობით აძლევენ ზამთრის განმავლობაში განსაკუთრებით იმუნური სისტემის აქტივაციასთან ასოცირდება და თუმცა C ვიტამინის დიდმა ოდენობამ ასევე შესაძლებელია გარკვეულ ჰორმონებზეც იმოქმედოს, მათ შორის თირკმელს და ჭირკვლის, ხო? დიახ, ასევე C ვიტამინი მოგეხსენებათ ყველასათვის ალბათ ცნობილია, რომ რკინის შეწოვას უწყობს ხელს და შესაბამისად უფრო გაძლიერებულად ხდება რკინის შეწოვა, ამით ასევე ხელს უწყობს ისევ სიმსივნური პროცესების წარმართვას. გარდა ამისა, C ვიტამინს აქვს ასეთი თვისება, რომ გარდაიქმნას ოქსალატად და ამით კიდე ხელი შეუწყოს კენჭების ჩამოყალიბებას და ჩვეულებრივ შეიძლება ქონდეს ისეთი სიმპტომები ზოგადი, როგორც არის გულისრევა, ფაღარათი, მეტეორიზმი და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა, თითოეული დანამატის მიღებას აქვს თავისი ოქროს შუალედი. ძალიან დიდი მადლობა თამარ. ხატიას აქვს კითხვა, როგორც ყოველთვის, ყველაფერთან დაკავშირებით, ამ თემასთან დაკავშირებითაც. ხატია გისმენთ. მე მგონი ლაშა ერთადერთი კითხვა, რაც შენთვის და შოთასთვის არ დამისვამს. დანარჩენი ყველა კითხვა მაქვს დასმული ეთერს მიღმაც და ეთერის დროსაც. თამარ, კიდევ ერთხელ დილამშვიდობის მოგესალმებით და თქვენ ახლა ახსენეთ B ჯგუფის ვიტამინების ასევე side effect-ი, ხო? და ხშირად ვისაც ნეირო პრობლემები აქვს, ნეიროქირურგია, ხერხემლის ტკივილის დროს, წელის ტკივილის დროს ხშირად იყენებენ ხოლმე გამაყუჩებლად იმ პრეპარატებს, რომელიც B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს. და აი ამ პაციენტებსაც რო უთხრათ, თვითნებურად შეიძლება თუ არა, როგორც გამაყუჩებელი ეს პრეპარატები მიირთვან და საფრთხეს წარმოადგენს თუ არა ასევე. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ სწორი დანიშნულების მიცემა, ვინაიდან თუნდაც B12, რომლის ინექციაც ხორციელდება, საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში ნარჩუნდება ორგანიზმში და ეს პირდაპირ კავშირშია შემდგომ თუნდაც ღვიძლის გამართულ ფუნქციონირებასთან. ამიტომ ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ჯობია დაუკავშირდეს მის მკურნალ სპეციალისტს და შეთანხმებით მოხდეს დოზირება. დიახ და ვიტყვი რომ დიაგნოსტირების დროს ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე ისე რომ B12-ის განსაზღვრის დროს ძალიან მაღალი არის ის და როდესაც ჩავეკითხებით პაციენტს შესაძლებელია ქონდეს 3 ან 6 თვის წინ გარკვეული ინექციები გაკეთებული, ანუ დაახლოებით ამ პერიოდის განმავლობაში რჩება ის ორგანიზმში, იმიტომ რომ B12-ის მაღალი დონე ერთგვარი მარკერი არის ასევე ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების დროს და როდესაც საკმაოდ მაღალი არის B12, ამ დროს უკვე ვიწყებთ დამატებით კვლევებს იმისათვის, რომ ორგანიზმში გამოვიკულიოთ და დიაგნოსტირება მოვახდინოთ სწორი. გარდა ამისა, ღვიძლში ნაწილობრივ ხდება მისი მეტაბოლიზმი და შესაბამისად B12-ის მაღალი დონე ასევე ხშირ შემთხვევაში ღვიძლის დაავადებებზეც მიუთითებს ხოლმე. თამარ, თემა საკმაოდ ამოუწურავი არის, იქედან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ვიტამინი და მინერალი არსებობს დღესდღეობით ჩვენს ბაზარზე და ზოგადად სამყაროში, რას ვურჩევთ მაინც ჩვენს მაყურებელს, მოკლედ რომ ვუთხრათ ვიტამინებთან და მინერალებთან დაკავშირებით. ვიტამინებთან და მინერალებთან დაკავშირებით არ შეიძლება ჩვენ ისეთი ზოგადი სიმპტომები, როგორც ვახსენეთ, რომ საერთო სისუსტე, ძილიანობა, თმის ცვენა ავიღოთ იმის საწინდარად, რომ მივიღოთ რომელიმე დანამატი, თუმცა ჩვენის მხრივ შეიძლება გავითვალისწინოთ სეზონურობა, ჩვენი ადგილმდებარეობა და კვების ხასიათი. მაგალითად, შემოდგომიდან ზამთრის პერიოდზე ფაქტიურად ადრეული შემოდგომიდან ადრეულ გაზაფხულამდე აუცილებელია D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზა. ასევე ჩვენ შეგვიძლია გავითვალისწინოთ A ვიტამინოზის პერიოდი, რომელიც დაახლოებით მარტის თვიდან იწყება და ამ დროს რა თქმა უნდა სასურველი იქნება დანამატების მიღება და გარდა ამისა აუცილებელია გავითვალისწინოთ ჩვენი კვების ხასიათი, მაგალითად ვეგეტარიანელები, რომელიც სრულად არ მიირთმევენ ხორცს პროდუქტებს ან თევზეულს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ისინი განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენენ, როგორც B ჯგუფის ვიტამინებისთვის, ასევე თქვა D ვიტამინის დანამატისთვის. თუმცა მაინც სასურველი არის ყოველთვის დიაგნოსტირება. ხატია არ გვიშვებს შეჯერობით ჩვენ ეთერიდან და ამიტომ კიდევ ერთ კითხვას მოვისმენთ. მეც არ გიშვებთ და ჩვენი მაყურებელი არ გიშვებთ. მაყურებელს რჩევის სახით რომ მივცეთ პრევენციისთვის მინერალებზე და ვიტამინებზე ანალიზები უნდა გავიკეთოთ წელიწადში ერთხელ თუ წელიწადში ორჯერ. მინერალებზე და ვიტამინებზე უნდა გავიკეთოთ წელიწადში ერთხელ თუ წელიწადში ორჯერ. რა თქმა უნდა, სასურველია წელიწადში ორჯერ, ეს იქნება შემოდგომა და ადრეული გაზაფხული, ვინაიდან სრულფასოვნად მოხდეს რისი დეფიციტი გვაქვს და შემდგომ უკვე მისი აღმოფხვრა. ძალიან დიდი მადლობა თამარ.